გაუმარჯოს. დილაშდობისას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ნახეთ რომელი საათია. სამელი. ვიდე და უყურმა მეგონი, მე მგონი 6 დაიწყო მეთქი. 3 წუთებია. ძალიან ცხელა და იძულებული გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს, იძულებული გავხდი, რომ აი ეს ჩამერდა. იმიტომ რომ ფაქტიურად ანუ ზიხარ არაფერს არ აკეთებ. გავაკეთე რაღაცა, მაგრამ აი ხო ზიხარ. იწვი. მე წამოვიდა. არ მიყვარს ამით ვცივდები სხვათა შორის. იმდენად მცხელა რომ გაციებაზე ვარ თანახმა. დაიცა მესამე სიჩქარე ჩავხდა თქე გავფრინდებ. აი მეკაპ. აი რატო უყვარს ხალხსა? გარეთ არის მოღრუბლული, ეხლა განახებთ. აი მზის ნასახი არ არის. ეხლა იყო მზე, მაგრამ ეხლა აღარ არის.
შეხე და ჩემი საფლუკები. ხო და ისა ჩახუთლობა ჰაერი არ არის, არაფერი არ არის, ვითომ წვიმს, წუხელაც ხო დაიწყო წინწკლა. ნინო კომპიუტერი უნდა გადმამიგდო. დადემაგიდაზე და ისე დაწექი რომ ხედავდი ან მიეყუდე. ხო და აი სუნთქვა აღარ იყო ვითომ წამოდი, უფრო იცი საქმე. აი დო დააწובה და ჩახუთავს ჰაერი რო არ არის. მოკლედ. იონე გავაცილეთ. კადრებს ნახავდით. თუ ამის მერე დავდებ თუ თავში დავდებ არ ვიცი ზუსტად. სავარაუდოდ მე ანუ ნახავთ იმ კადრებს. ხო და უკვე თურქეთში არიან და სადღაც 2 საათში და გადაფრინდებიან ბულგარეთში. იქ იქნებიან 10 დღე. უსაყვარლესი 4 გოგო და ივანე წავიდნენ თანატოლებით თქმის. ხო და რა ვიცი, გაბედულად თურქეთში არავინ არ დახვდებოდათ, ეხლა უნდა დაიქუხოს. მაგრამ ის გოგოები უკვე ნამყოფი იყვნენ და ანუ ძალიან თავისუფლად არა საერთოდ არ მინერვიულობ, საერთოდ არ მინერვიულე, რომ მეგონა რომ მაგრად ვინერვიულებდი, არ მინერვიულე. აუ გარდირობი უნდა გამოიტანონ. პრინციპში დაცლილი მაქვს, უჯრები უნდა გამოვიღო, გაიტანონ და ესა. არ ადერდი. ხო, რასო წვეთი არ მეძინა. აქი წამოწევს ცოტა ხანი. იქედა რომ დავბრუნდით 1-40 წუთი, ვაიმე რა გაიელვა, ეხა უსმინეთ. გაწვიმდეს ხალხ თუ გარეთ არ გავიდე და არ დავიჭდე. ხო, ეხა მინდოდა დამეძინა, მაგრამ გამახსენდა დღეს ჩემი გოგოები უნდა მოსულიყვნენ. წესით 2-ისთვის, მაგრამ არ ჩანა. მივწერე რა შვებით მე. თან ეჭვი მეპარება მოსულს, იმიტომ რომ შეიძლება ამინდის შეეშინდეთ. მაგრამ პასუხი არ ვიცი. ხო და ისა თუ რაღაცა და მაგრამ ვერ დავწვევ გარდირობი უნდა გამოვიდათ, არ სად უნდა დავდგა. თან ისეთი ის არის რომ წვიმას აპირებს და მოწერა. პატარა ვიდეო, ეხლა თქვენ რასაც ნახავთ, ის ვიდეო სხვანაირად გავაკეთე ის ვიდეო და დავდე Facebook-ზე. სავარაუდოდ YouTube-ზე არ დამადებინებს მაგ მუსიკით, სავარაუდოდ არ ვიცი ზუსტად ნახო. ხო და ესა ზოგი პირადში მწერს რომ ივანესაც წავიდა. მოკლედ ივანე წავიდა ბულგარეთში 10 დღიანი პროგრამით. საქართველოს მასშტაბით წავიდნენ 5-ნი. ეს ყველაფერი ორგანიზება გაუკეთა ახალგაზრდულმა ცენტრებმა. თავარი მოთხოვნა იყო ინგლისური სწავლა კი არა და ცოდნა რომ იქ კომუნიკაცია შეძლო. გაივლიან ტრენინგებს, რაღაცა სწავლებებს, გააცნობენ ერთმანეთს თავის კულტურას და შემდეგ აქ რო ჩამოვლენ, დაიგეგმება ახალგაზრდულ ცენტრში აქ რაღაცა აქტივობები და შეხვედრები, სადაც იქაურ გამოცდილებას მე და გაუზიარებ. მოკლედ კაია. წავიდა გაბედულად. მე დაურეკე, ანუ ჩვენ არ წამოვედით, სანამ აი ყველაფერი არ გაიარეს და ურეკავდი აბარაშვილთ, ანუ სანამ თვითფრინავამდე არ მივიდნენ რა რო იტყვია. ხო და რო დაურეკე, ერთხელ ანუ 1-5 კაცი ყავ და ჩვენი მის დროალიო რეგისტრაციისაო. 1-10 წუთის შემდეგ დაურეკე და გამიყვანესო, გამჩხრიკეს როგორ ესე უხეშად გაგებით არა. სავარაუდოდ პირველად რო ყვეთავდა საზღვარს, ან რა ვიცი, თითისანა ბეჭდებით, აი ეს იმას რო იმაშვებია ხო, რაღაც რო ეძებენ, რა ქვია ის დაცალი. მაგით და ხო შეგეშინა მეთი და არა. პანიკი აქვს, მაგრამ უთქიმში რო ხო ის თაგვის გული რო რჩება ეგეთია. ხო და მოკლედ სანამ всё ზათვართო და უკვე ჩასასხლელად უნდა გავიდეთო, აი მაშინ წამოვედით და დავტოვეთ. იმგზავრეს ძალიან კარგად, ჩამიყარა რაღაცა ვიდეოები. ნახოთ. რო ჩავლენ იქ დაისვენებს. ძალიან იდეალურად ჩავეტიე ჩანთის წონებში, სიდიდეშიც. იქ იყო ის, ანუ რომ დააჩადო თუ ჩაეტევა, всё შეგიძლია გაიტანო და თუ არ ჩაეტევა იმ სპეციალურ იმაში ის და არც ის უქნიათ რა, მაგრამ წონით
არ იყო 8 კილო, 7 კილომდე იყო და ის სამი უნდა ყოფილიყო და 2-მდე იყო. ანუ ძალიან იდეალურად ჩავჯექი, გავატანე ყველაფერი აუცილებელი ნივთები და всё. ზედმეტი არაფერი არ გამიტანე. აი ასე. ხო, რაც შეეხება იამებს, ამ სამხლუკებს, გუშინეს, აი აქეთ მარჯვენა სახლი გავაკეთე იმის დროს TikTok-ის ლაივის დროს გვიან ღამე. იცი რატო? ერთი შემთხვევა იყო, რომ ბუძელნიკი ჩავრთე. და არ დარეკა, არ ვიცი, ან მე ვერ ჩავთვი კარგად, ან რაღაცა არ დარეკა ბუძელნიკმა და შემეშინდა, რომ ეხლა დავიძინო მეტი და ბუძელნიკი დავაყენო 4-ის ნახევარზე თუ 4-ზე როგორც არის და 4-ზე გავიდეთ. ხო და ისა, რო არ დარეკოს მე სად მივდივარ მეტი და გამჯობინე რომ არ დამეძინა. არ დამეძინა რა გამეკეთებინა, არც არაფერს ყურება არ მინდოდა, ვიფიქრე მოდი ამას გავაკეთებ და თან უფრო ფხიზლად რო იყო, ჩავთე ლაივი. აი ესე გავატარე 1:30. ხო და არ დამეძინია. ეხლა ველოდები გოგოების პასუხს თუ იტყვიან, რომ აი ამინდის გამო ან რაღაცა გადავიფიქრეთ, ეგე უნდა წავკვდე. არა ქალო ვერ წავკვდები, გარდიობი უნდა გავაიტანო. მოკლედ. დღეს გავიძინებ 9 საათზე არ ვარ. არა უშავ რამ. ეს რომ მინიავებს თუ უბერავს თუ რაცა ქვია, აი ესენი კი არ მტკივდება, აი მეძაბება ურის ქვემოთ. აი ეს კეფა და მგონია რომ უნდა სიცხე მომცეს, აი შეგრძნება მაგ და არ მსიამოვნებს, მაგრამ იძულებული ვიყავი ხალხმა. ძალიან იძულებული. გავაცილეთ მე ლაშან დააბიძინა. ყავისა და ვიჭერი ის. გავიჭერი ხი. აუ ბიძინა იყო მაგარი. ამ ისეთ ადგილას იდგა, სადაც წეს თავმომდგარიყო. ისეთ ადგილას იდგა, სადაც მარტო ვინც მიემგზავრებოდნენ, ისინი უნდა იდგნენ და ანუ ბიძინა შემდეგ იყო კაი დიდი რიგი მე. და შემოწრე გამოდი, არ მინდოდა ივანის გვერდზე უნდა და ყოფილიყო სანამ წავიდოდა და მე ლაშემ გამოიყარა, გამოდი კეთვე. მე იქიდან გამოვიარეთ ბიძინა დავტოვეთ ლილოში, თუმცა მეგონა რომ აქ იქნებოდა, რადგან კვირაა დღეს და არ მუშაობს. მაგრამ სახშიღაც მაქვს გასაკეთებელიო და წავიყვანეთ. მოვედით, მე აქ ამომქრა ცოტა ხანი და მე იძულებული ვიყავი ამ დღარიყავი რომ ისა 2 საათზე მაგრად ხო დასცხო. ოღონდ ზუსტად 5 წუთი იწვიმა აქ, დიდი აი ეს წვეთები, არც იწვიმა, რა წვიმა არ ერქვნოთ. და შევიყვანე ისინი ჭუკები და რაღაცები და მაგიტოვდე კითილას რომ გავმიყვანა, შივრები არ ყოფილიყო. აი ესეთია ჩემი დღე. რაც შეეხება TikTok-ის ლაივზე მეკითხებიან ხოლმე როდის ვთვალა რა. არ ვიცი კი ხახოს, საერთოდ არ ვიცი. ცუდი არ არის, ანუ არ შემოდიან ბინძური ხალხი, შემოდიან ძირითადად YouTube-ის მაყურებლები და რა ვიცი, კაი სიტუაცია, ვლაპარაკობთ, ჭორავთ, ვიცინით როგორც YouTube-ზე. ვერმა დამიწერა რომ აქ სხვანაირი წესებია, რა საერთოდ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ არ ვფიქრობ მე რომ TikTok-ს მივყვედა რაღაცა, ესეთი რაღაცების გაკეთების დროს ჩავთავხო. ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი TikTok-ი მაგ მხრივ არ არის, რომ ავერკო ყველაფერში ისე როგორც Google-ის და YouTube-ის თანამშრომლობა გავარკვიე. ანუ არ მიტაცებს TikTok-ი მაგ მხრივ რა. თუმცა დროის გაყვანის მიზნით კაი. ეხლა დაგებშტობებით მომავალ ვიდეომდე და დაგიტოვებთ ივანეს გაცილების კადრებს. მანამდე შევალეხა და რაღაცებსაც მივჩქმალავ და გამოვზიდავ და გადავზიდავ, რომ გამოვიტანოთ რამე რომეები. დროებით